ამიტომ ჩვენ ვაქცევდით ყურადღებას რაში, რომ თუ ჰეითია, ესე იგი ვმუშაობთ, ესე იგი ცოცხლები ვართ, ესე იგი მიზანში მოვარტყით და ვაკვირდებოდით, ჰეითი ვისგანაა? თუ მე პირობითად ლიბერალურ პროდუქტს ვაკეთებ, თუ კონსერვატორები ლანძღავენ, სწორად ვარ. ბრავო, მე საშუალება მაქვს მეტი ასპარეზი მაქვს, რო აღარ დავწყო, რომ ალგორითმი ვიждდება და პირიქით უფრო მაგარია. მე სცენა მაქვს, რომ კონსერვატორი რო მეტყვის, რომ რა ქვია, შენ რატო აკეთებ ამას, მე მაქვს მეტი სცენა, იმიტომ რომ მე ესე მიმაჩნია სწორედ და შენ რა თქმა უნდა არ მიგაჩ შენთვის სწორი ეს არ იქნება. მაგრამ თუ ჩვენი სეგმენტი გაგვინაწყენდებოდა, აი აქ მნიშვნელოვანი ყურადღება იყო, რომ ჩემს სეგმენტში, ჩემს ღირებულებების მატარებულ ადამიანში რა შემეშალა ისეთი, რაც არ იყო იქ. ეს ფაქტობრივად არ ყოფილა, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან სწორად ვაჩვენეთ ის სურათი, რაც გვინდოდა, რომ ჯენზის იმ ნაწილს, რომელსაც ველაპარაკებოდით, სწორად გაიგო ყველა ის გზავნილი და სწორად აღექვა ის პრობლემების იდენტიფიცირება, რაც ჩვენ გამოვწიეთ და რა თქმა უნდა, საზოგადოების უფრო კონსერვატორული ნაწილი, რომელსაც დიდი პატივისცემა, რაღაც ნაწილს პატივისცემა, არა, მათთვის ესეთი თამამი გადაწყვეტილებები თუნდაც ის, რომ 18-19 წლის ახალგაზრდას ცალკე უნდა გადასვლა საცხოვრებლად, ესეც კი ვიღაცისთვის გარყვნა და ქართველობის ართმევი.